სულ რამდენიმე თვის წინ, მაშინ როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დაწყებულიყო უცხო პლანეტელებთან დაკავშირებით გადაღებული ყველაზე რეიტინგული ტელესერიალი სახელწოდებით საიდუმლო მასალები ჩვენება ამერიკის ცენტრალურმა დაზვერვის სამმართველომ დოკუმენტების ნაწილი გაასაჯაროვა. ამით უწყებამ გრიფი მოხსნა არქივს, სადაც ფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით ფაქტობრივი მასალები ინახებოდა. დოკუმენტები, ოქმები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, სადაც ბოლო 50 წლის განმავლობაში 1000 ჭორი და მითქმა-მოთქმა იწერებოდა, ფართო საზოგადოებისთვის საჯარო გახდა. ეს ვიდეო გადაღებულია 1996 წელს NASA-ს ასტრონავტების მიერ ექსპერიმენტულ თანამგზავრულ სისტემაზე, რომელიც კოსმოსში დაზიანდა და დაგეგმილი ექსპერიმენტი ჩაიშალა, მაგრამ ასტრონავტებმა მოასწრეს ვიდეოს გადაღება, რომელზეც კარგად ჩანს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. მოგვიანებით NASA-მ განაცხადა, რომ ეს იყო დაზიანებული თვითმფრინავის დეტალის ნამსხვრევი. რამდენიმე წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსურმა სააგენტომ უცხო პლანეტელების პირველი ნიმუშები გამოფინა. მაშინ ამან საზოგადოების დიდი ნაწილი შოკში ჩააგდო. ეს იყო პირველი ვიზუალური მასალა მათზე, ვინც ადამიანებს შორიდან წამიერად უნახავთ. მაშინ ყველაზე დიდმა სკეპტიკოსებმაც კი დღის წესრიგიდან მოხსნეს კითხვა, არსებობდა თუ არა სხვა ცივილიზაცია. მკვლევარებმა უცხო პლანეტელების ფიზიოლოგიური შესწავლა დაიწყეს. ერთ-ერთი ასეთი ასტროფიზიკოსი ფერგუს სიმსონი იყო. მკვლევარმა გააანალიზა პლანეტის ფაუნა და მივიდა დასკვნამდე, რომ უცხო პლანეტელების საშუალო წონა 314 კილოგრამს აღწევს და ის ზომით პოლარულ დათვს შეადარა. მკვლევარების სხვა დეტალური აღწერა, მაგალითად, როგორ მრავლდებიან ისინი, რა გენეტიკა აქვთ, როგორ და სად არსებობენ და როგორი იქნება მათი განვითარება, ჯერ ისევ საიდუმლო დოკუმენტებში დევს. მკვლევარები წერენ, რომ ისინი დედამიწაზე მობინადრე არსებებს გვანან. მათი ზომა უტოლდება ან აღემატება ადამიანისას, თუმცა იქვე წერენ, რომ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. ჯერჯერობით მხოლოდ დედამიწაზე არსებული სიცოცხლეა შესწავლილი და ეს დასკვნაც ავტომატურად კეთდება. ადამიანების კონტაქტს უცხო პლანეტელებთან და პარანორმალურ მოვლენებს უფოლოგია შეისწავლის. ეს სიტყვა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ინგლისური სახელწოდების აბრევიატურიდან მომდინარეობს. მას ხშირად ხმარობენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, თუმცა სამეცნიერო დისციპლინებში ეს ტერმინი არ გვხვდება. უფოლოგთა კვლევის დიაპაზონი საკმაოდ ფართეა. უცნაური წრეები მინდვრებზე, ამოუცნობი მცურავი ობიექტები, ძველი ქანდაკებები და უძველესი გამოქვაბულების კედლის მხატვრობა. უფოლოგები ყველგან ეძებენ და პოულობენ უცხო ცივილიზაციების კვალს. მსოფლიოს უფოლოგები მიიჩნევენ, რომ უცხო პლანეტელების შესახებ ცოდნას კაცობრიობა უძველესი დროიდან ფლობდა. ამოუცნობი მფრინავის სხეულების აღწერილობა გვხვდება ძველი ცივილიზაციებიდან შუა საუკუნეებამდე შექმნილ მრავალ ტექსტში, როგორიცაა ბიბლია, ეგვიპტური თუ აქადური გადმოცემები, ბერძნული, სკანდინავიური და ჩინური მითოლოგიები. შუმერულ ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ შუმერებმა ყველაფერი ანუნაკის ცივილიზაციის წარმომადგენლებისგან ისწავლეს. ანუნაკი შუმერულ ენაზე ციდან დაშვებულს ნიშნავს. იგივე შეიძლება ითქვას მაჰაბჰარატას ეპოსზეც, სადაც მოცემულია ცოდნა galaktikების შესახებ. ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდიტე ამტკიცებდა, რომ ნახა მეტალის ნავი იალთნის გარეშე, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში გაუჩინარდა. ძველი აღთმის ენოქის წიგნში კი საკმაოდ დეტალურადაა აღწერილი რკინის ცეცხლოვანი ეტლი, რომლითაც ღმერთი ჩამოვიდა დედამიწაზე. სამხრეთ ამერიკული ლეგენდების მიხედვით მფრინავი ობიექტიდან მოსულმა არსებებმა ასწავლეს ინდოელებს მიწის დამუშავება და ბევრი სხვა რამ. შემდეგ კი მაღალი მთებიდან გაუჩინარდნენ. ძველ ინდურ და ტიბეტურ წიგნებშიც აღწერილია მფრინავი ობიექტების მოწყობილობა. კელტური ლეგენდები გვიამბობენ ეტლზე, რომელშიც რკინის ცხენი იყო შებმული და ღმერთების სახლში ადიოდა.
სიტყვიერი აღწერილობის გარდა არსებობს ხელოვნების ცნობილი ნიმუშები და უძველესი ფრესკები, სადაც უფოლოგები ამოუცნობი მფრინავი ობიექტების გრაფიკულ მონახაზებს ხედავენ. მაიას ტომის ერთ-ერთ უძველეს სამარხში კედელზე აღმოჩენილია აერონავტი კაბინაში. ასეთივე გამოსახულებებია ნაპოვნი ნასკას უდაბნოშიც. აერონავტები და მფრინავი ობიექტებია ასევე ბლომად ნაპოვნი ეგვიპტეშიც. ეგვიპტელებს ჰქონდათ ფრთიანი დისკოს კულტი და ინფორმაცია, რომ თითქოს ზეციდან დედამიწაზე ჩამოსულებმა იხსნეს სიცოცხლე. არაერთი მფრინავი ობიექტია ნაპოვნი ქრისტიანულ ფრესკებზეც, მათ შორის ერთ-ერთი სვეტიცხოვლის კედელზე. ჩვეულებრივ, რასაც აღიქვამენ როგორც მფრინავ ობიექტებს, ეს არის სიმბოლური გამოსახულება მზის, მთვარის, რომელსაც აი სვეტიცხოვლის თვითონ სვეტზე აქვს ესე იგი ადგილი. და შეიძლება ისედაც იყო რომ აი ნათლის გვირგვინი ძველ ფრესკებზე სკაფანდრის ნიშნულობით იყო აღქმული. ამას უფრო აქვს რეალური ახსნა. ვიდრე რაღაც ის რაც უნდა ამით გითხრან ჩვენ. და ეს ალბათ უფრო გასაიდუმლოებული ნამდვილად ჩვენ ასე გქონია რომ ეს არის უფრო გასაიდუმლოებული ტექნოლოგიის შედევრები და მასთან გვაქვს ჩვენ ხშირად ადგილი. თუ რამე ამის მსგავსი ხდება და მართლაც ესე იგი არა ქვეყნიური მოვლენა არის. მის მაშინ ჩვენ გვაჩნია რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ აი ბოროტის ძალით, ეშმაკის ძალით გამოხატული ესე იგი ასეთი ვიზუალური გამოსახულება, რომელსაც ადამიანის შესწამაში შეყვანა შეუძლია და ჩვენ ვიცით რომ მატერიალიზება შეუძლია ბოროტ სულს. რაღაც აი მისნის ღვთის დაშვებით რა თქმა უნდა და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ეს არის მართლა ცრუ ანგელოზის ხრიკები. ეს არის თბილისის თავზე. თბილისის 90-იანებში აქტიური პერიოდი რო იყო, მოიხსენებათ მაშინ მუშაობა იყო, ყველა ცდილობდა საში ეყურებია ყველა ადამიანს და მაშინ აქტიურად იყო ეს ინფორმაცია. თანამედროვე პერიოდში საქართველოში თვითმხილველები უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტის არაერთ ფაქტზე მიუთითებენ. საბჭოთა პერიოდში ასეთი ფაქტების გახმაურებისგან თავს იკავებდნენ, მაგრამ პერესტროიკის შემდეგ პარანორმალური მოვლენების ფიქსაციის ნამდვილი ბუმი დაიწყო. 1999 წლის ზამთარში თბილისში მომღერალ მაია ჯაბუას კლიპის გადაღება მიმდინარეობდა. რუსთაველის მეტროსთან კლიპის გადაღებისას ოპერატორმა ვიდეოკამერამ თაწმინდისკენ მიმართა და ცაში ამოუცნობი ობიექტი დააფიქსირა. მანამდე ობიექტი მაშინდელი რესპუბლიკის მოედანზე გამვლელებმაც შენიშნეს. ძალიან დაძაბული ესე თქვა და ძალიან ესეთი დატვირთული ამ მსგავსი მოვლენები წლები იყო. მაია ჯაბუას შემთხვევაში იქ იყო ესეთი მომენტი რომ ბესო 40-ზე თუ არ ვწდები ეს ოპერატორი პირველი არხის მაშინდელი ცენტრალური არხის პოდიო გადასაღებად ეს იგი მაია ჯაბუას და უკვე ამოსულებზე დაინახეს რომ მთელი ქალაქი უყურებს ზემოთ ეს თქვა უყურებენ რაღაც ხომალდს რომელიც მოფრინავს ხომალდს კი რაღაც ნათებას ესე თქვა და იყო მომენტი რომ ეს ნათება დღის პერიოდში იყო თუ არ ვთქვი მოღრუბლიც აიყო და ანათებდა აი როგორც კვეთრი თეთრი ფინანსით თქოს მანქანა ანათებდაო ზემოდან მე ეს ნათება იცოდა ფორმას მიფრინავდა რაღაც მართულებით და ეს იყო ერთ-ერთი პირველი მასალა რომელიც გავიდა საქართველოსდან ეს ვიზუალური გადაღებული ამ არამიწიერი ცივილიზაციების ეს თქვა ერთ-ერთი გამოჩენის დამადასტურებელი. ეს იყო საახალწლო, წინა საახალწლო გადაღებები, სადღაც უკვე დეკემბრის თვე იყო და იღებდნენ იმ დღეს ჩემს სიმღერას. გამოვემგზავრეთ ტელევიზიის პირველი არხიდან, მივსულიყავით სპორტის სადგმაში, ქვემოთ სასახლის ეზოში. და როდესაც მოუახლოვდით აი სადღაც მაშინდელ ის სასტუმრო ივერიის ტერიტორიაზე შეფერხდა მოძრაობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მანქანა იყო გაჩერებული, ყველა იყურებოდა ცაში. ვერ მივხვდით რა იყო. აქ რომ მოვედით უკვე მეტროროსთან, აქ ყველაზე მეტი ხალხი იყო შეგროვილი. ბუნებრივია ჩვენც ვერ გავაგრძელეთ მოძრაობა, გადმოვიდა ბესო და
აი ამას თავზე ქონდა ესეთი ვარსკვლავი იყო მაშინ, რაღაც ეს კომუნისტური სიმბოლიკა იყო ალბათ იმიტომ მოხსნეს და აქეთ ამ ხარეს აი ანძის და აი ამ შპილის შორის დავინახეთ რაღაც ესეთი ოდნავ მოძრაობდნენ, თითქოს ესე გაჩერებულები არ იყვნენ, მაგრამ აი თებში კი ეძახიან, მაგრამ უფრო აი ძროსნები რომ დისკს ისვრიან აი ესეთი, იმიტომ ცოტა აი ესეთი ფორმის იყო ეს, მარტო ტყელივით არ იყო. ხეს გადავიღეთ ეს ყველაფერი და ნუ ჩავალაგეთ აპარატურა, წავედით ახლა პეტროს სასახლეში დავაწყეთ აპარატურა, ყველაფერი მოვემზადეთ გადაღებისთვის და მართლაც გადავიღეთ სიმღერა, მაგრამ მაინც ბოლოს ცნობის მოყვარეობა მძლია და კადრში არის კიდეც დაფიქსირებული სიმღერის ბოლოს გავაპარე მაინც მზერაც ისკენი. მაიამაც აიხედა და ვაიმე ახაც არიანო და ნუ ახაც არის ეთყობა იმდენი არ იყვნენ, მაგრამ ეთყობა აქედან წამოვიდნენ. ეს არ გაგრძელებულა რამდენიმე წამს ან ძალიან ცოტა ხნით, ეს გაგრძელდა აი ეს დეტალურად, იმიტომ მოვყევი რომ კარგა ხანს ხდებოდა ეს პარადი აი ამ მფრინავი ობიექტები. მოძრაობებს აკეთებდნენ, ეს ორივე ოღონდ ეს არ შორდებოდნენ ძალიან ერთმანეთს. წამოვიდოდნენ, გაჩერდებოდნენ და მე ერთი კარგა ხანს ეკიდნენ. ყველაზე საოცარი სწორედ ის იყო, რომ ერთი წამი არც კი გამჩენია კითხვის ნიშანი, დაუშვათ რა იყო ეს. აი ძალიან მშვიდად ვიცოდი რაც იყო. მფრინავი ობიექტი, ნუ აი რაღაც ჩვენ რო ვეძახით, მფრინავი თებშები იყო ბევრი. არც გაოცება მქონდა, არც კითხვის ნიშანი და არც შიში, არაფერი, აი ძალიან ჩვეულებრივად მივიღე ეს ფაქტი. ოღონდ უბრალოდ ვაკავშირებ, რომ აი ამ პერიოდის მერე დაიწყო საშინელი არეულობები და ქაოსი ჩვენს ქვეყანაში, რომელიც სამწუხაროდ დღემდე გრძელდება. უცხოპლანეტური ისტორიები მაია ჯაბუას გარდა კიდევ ერთი ცნობილი მომღერლის სახელს უკავშირდება. 1990 წელს რუსთავში უფოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, სადაც მიწვეული იყო თემურ ციკლაურიც. როგორც თვითმხილველები ამბობენ, კონფერენციის მსვლელობისას ერთ-ერთმა უფოლოგმა სხვა სამყაროსთან კავშირი დაამყარა. პარანორმალური კონტაქტის შედეგად მან სანოტო ნიშნები მიიღო. თემურ ციკლაურმა კი ამ ნოტებით იქვე სიმღერა შეასრულა. მაშინ მოხდა ქალაქ რუსთავში კონფერენცია, ეთკვირიანი, ჩამოვიდა სხვადასხვა ქვეყნიდან ეს მეცნიერები და იყო გამოფენილი ჩვენი მასალები, იყო წარდგენილები ჩვენი კონტაქტორები, რომლებიც მაშინ მრავლად იყვნენ და მაშინ არ ეშინოდა ამ თემაზე საუბრის და ძალიან პოპულარული თემა იყო მით უმეტეს ეს თემა და მაშინ მოხდა ერთ-ერთი კონტაქტორის მიერ გადმოცემული ესე თქვათ მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც მერე შეასრულა მათმა თემურმა. იქ იყო ეს კონტაქტორი უკრავდა და მათო თემური მღეროდა ამ სიმღერებს. რომ მე მოვისმინეთ ეს სიმღერები, უკვე ჩანაწერი ეს ტალღური ეს ბუნება ახასიათებდა ამ სიმღერას, რომ აიწეოდა და დავიწაიწევა. და იქ ხო ამ სიმღერაში დათქვამი რომ მოუვარეთ დედამიწას და ანუ სულ აი სიკეთისკენ და ადამიანების თეთრ გამოგვიძებისკენ იყო მართული. 7 сентября 1984 года в воздушном коридоре над Минском НЛО напал на пассажирский самолет. CIA-ის მიერ გასაჯაროებულ არქივში აღმოჩნდა ორი ქართული ავიარეისის საქმეც. 1994 წელს ქალაქ მინსკის თავზე ლენინგრადი თბილისის და თბილისი ტალინის რეისების მგზავრებმა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ერთდროულად დააფიქსირეს. ეს ისტორია საბჭოთა კავშირში სენსაციად იქცა. გაზეთ ტრუდში გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც თვითმხილველთა შტაბ-ეშტილებები დეტალურად იყო აღწერილი. გაზეთის მთელი ტირაჟი მომენტალურად გაიყიდა. ადამიანები სტატიიდან ქსეროასლებს იღებდნენ და ერთმანეთში ავრცელებდნენ. უფოლოგიაში სპეციალური ტერმინიც კი შეიქმნა. მინსკის ფენომენი. ეს იყო 1984 წლის მე მგონი სექტემბერი იყო. ნუ შემოვედით მინსკის ზონაში 10,100 მეტროზე. ნუ გამია ვასულავებიანი, გასაუბრებელია, ღამის 3 საათია, უკვე 4 საათია რა. უკვე ზონაში რო შემოვედით და ნუ მინსკის დისპეჩერი გვეკითხებოდა ხომ არაფერს ხედავთო, ხომ არაფერ რამე უცნაურობას გამჩნევთო. ნუ რა უნდა შეგვემჩნია რა. და როდი არაფერი რა, ვეუბნებით. ნუ დეტო 10 წამის შემდეგ კიდევ გვეკითხება, აიო, თქვენიო, შემხედრით ბორტი 500 მეტრ დაბალ სიმაღლეზე, შემხედრით
ჩვენი ისინი გადმოცემენ უკვე ერთ იმაზე ვართ რა ერთ ჩისტატაზე ერთ დისპეჩერთან საუბრობთ რომ მათ აედევნათ რაღაც გამოუცნობი მფრნავი ობიექტი რომელიც არ შორდება დაუდგა გვერდით და ეგრევე და თუ ხედავთო ნუ ახლა მანძილი შორი იყო ჯერ ჩვენამდე მათსა ჩვენს თითრუნავს შორის ჯერ ვერ ხედავდით ნუ კაბინაში ავდექი ჩავაკრო ჩუქები ყველაფერი განათებას რაც ხონდა კაბინაში ნუ დავინახეთ თითრუნავე და დავინახეთ მასაერთად რაღაც მოკაშკაშე მათთან ერთად მოდიოდა ნუ გადავეცით რომ ასე და ასე ესე და ესეა შემდეგ ეს გაქრა უცებ მომენტალურად და დისპეჩერი ამოსახლა ახლა ვერ ხედავთ ვეუბნებით შემდეგ უცებ გაჩნდა კიდევ უკვე ჩვენ შორის გაჩნდა ხო და აი ახლა ვეუბნები ჩვენთან არის ახლოს ხო და აი ახლა მეც ხედავ დისპეჩერი ვეუბნება ლოკატორზე ახლა მეც ხედავ დისპეჩერი ამბობს გაგზელდა გეტო 1.5 წუთი ალბათ ცოტა მეტი მაგრამ დიდი იქნებოდა გეტო ესე იგი ერთი ალბათ 18 მეტრო ალბათ ეგეთი ისა გონდა თავისი ილუმინატორი ბი ესე ვიტყოდი და იქიდან რაღაც გამოდიოდა კარგი რაღაცნაირი აიცი აი ძალიან სასიამოვნო განათება და ის იყო რა მაგრამ ეს მანევრებდა ძალიან სწრაფად მას შეეძლო ესე იგი ეხლა 900 კილომეტრი ჩვენ მოვფრინავთ 900 კილომეტრით მეორე თითრუნავი შემხედრო ხო ესე იგი ეს მყიფის სიჩქარე 1800 კილომეტრი ხო და ეს ეხლა ხანიკაა ხან ჩვენთან ხო და თანაც ზუსტად ისე დგება რომ ესე იგი იმავე სიჩქარე დავიდგება თქვა გვერდით ანიმა დაუდგება გვერდით ხო და მომენტალურად გადახდება იქ რო თქვა და იმავე სიჩქარით ესე იგი ზუსტად მიყვება იმა ჩვეულებრივად და მოყვება ჩვეულებრივად გინდას ჩვენ ნუ შემდეგ უკვე მან დაგშორდა ნუ იყო იქ ესე იგი დავშორდა დაგვიმშვიდობა თითქოს ესე იგი აღიშნა საერთოდ ჩვენს ბრნავები ღამე ხო აი შეხვედრით თითრუნავ ვარ გასალმებით იმით რომ ჩავთავდით ფარებს ხო და ჩავაქრობდი ეგეთ ჩაქრებოდა ესა გამარჯობა გაგემარჯოს რა ნუ მისალმება რა ამის ნუ თითქოსზე ეგეთი მოგვესალმა ან დაგვემშვიდობა ადრა და მაგარი პროჟექტორი ესე იგი ინტენსიურად ის მოგვანათა რა დამოუშვა სხივები ჩვენთან პროჟექტორებით და წავიდა აეჭირა ცაში აეჭირა ცაში და გახდა ჩვეულებრივი ვარსკვლავი მეორეთას კიდევ იქიდან მაგრად დაანათა გამოასხივა ისე რომ უკვე მიწაზე ხო და ისე გააკაშკაშა იქაურობა დავინახეთ და ტბა და რაღაც ესეთი ისინი უკვე იარყოთ ნაშვებოდით რა ხედავდით ეს უკვე ხედავთ ვარსკვლავია რა პასალები იყო გასაიდუმლოებული ამ ამბის მერე ისე მოხდა რომ ერთ თვეში დაახლოებით ერთი ფრინავი გარდაიცვალა მეორეც მერე ნელ-ნელა მიყვა ესე თქვა დაეშალა ძვლები და ასე შემდეგ და ამ ამბავმა იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, იმიტომ რომ ორი ბორტი, ორი თვითმფრინავი ხედავდა ამას და ორი თვითმფრინავის ეკიპაჟი თავისი მგზავრებით. აი ეს ვეღარ დაიმალა და გამოვიდა ზუსტად 8:40 წუთს ესეთი სათაური ქონდა, რომელიც განიხილეს პოლიტბიუროს წევრებმაც, განიხილა მთელმა საბჭოთა კავშირმა, მე უცხოეთში წავიდა ეს მასალა და აი მაშინ მოხდა გათავისუფლება ამ ტაბუირებული თემიდან, რომ მაშინ წამოვიდა ზღვა ინფორმაცია, რომელიც ხალხს ჰქონდა დაგროვილი მთელი ცხოვრების განმავლობაში. სოფლიო უფოლოგთა პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც თვითმხილველები საუბრობენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ვიზუალურ დაფიქსირებაზე, მაგრამ იშვიათია შემთხვევები, როდესაც დედამიწელებს უცხო პლანეტელებთან პირდაპირი კონტაქტი აქვთ. არსებობს ადამიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა არაერთხელ ჰქონდა. დავით დევდარიანის ისტორია 1988 წელს იწყება, როდესაც მას მთაწმინდის პარკთან მანქანა გაუფუჭდა. როდესაც ჩემი მანქანით ბრუნდებოდი, მთაწმინდაზე ვიყავი ასული. იქ პარკიდან რო გამოვდივართ, ნაძვნარი მთავრდება და აი ადგილას მანქანა ჩერდება. ითიშება საერთოდ ყველაფერი, სიბნელეა, ტელევიზიის ანძარო დგას იქ შესახვევია. შესვლა არ შეიძლება, იმ ადგილას ხდება. მანქანა ჩერდება, ყველაფერი ითიშება და გადმოვდივარ მანქანიდან და ვიღაცას ველოდები დასახმარებლად. რომ იქნება რაღაცა დახმარება აღმომიჩინონ და ამ დროს გძნობ, რომ რაღაც ხდება ჩემს გარშემო.
ჩემ თავს არ ვეკუთვნი, რაღაცა ველი, რაღაცა უხილავი ძალა მოქმედებს და მანქანის კარები კი მივხურე ეს მახსოვს და მე უკვე ნაწილობრივ აი მთლად ჩემ თავს არ ვეკუთვნი და ვიღაცა მართავს მე და შევდივართ შიგნით სიბნელეში იმ აგრძალულ ზონაში, სადაც შესვლა არ შეიძლება ტელევიზიის ანძისკენ. ნუ გავიარეთ ალბათ რაღაცა 100 მეტრი ან 200 მეტრი და შიშის გზნობა არა მაქვს, იმიტომ რომ არ მეშინია რაღაცა მოხსნილი მაქვს შიშის გზნობა. შევედით შიგნით სიბნელეში და უცბად მივადექით ესე ჩემგანეთ 4 მეტრი, 5 მეტრის დაშორებით არსებები არიან ადამიანები, თუჩი ახლა მე ადამიანებად აღვიქვი, იმიტომ რომ მოძრაობდნენ ერთმანეთში ლაპარაკობდნენ. ესენი იყვნენ მაღლები, ალბათ 3 მეტრამდე. გარეგნობა რო შეხედავდით ზოგადად ადამიანის გარეგნობა ჰქონდათ, მაგრამ რა თქმა უნდა განსხვავდებოდნენ გრძელი კიდურებით, საგრძნობლად, ცოტა მოგრძო სახით, სპორტულად კომბინეზონის სტილში, ესეც სპეცოვკის სტილში, დასაცმელში და საკმაოდ მაღლები, იმიტომ რომ მე ასე თავაწეული უყურებდი. ერთმანეთში ლაპარაკობენ რაღაცა გაუგებარ ენაზე და რომ მივედით, ისეთი შთაბეჭდილება დამჩა ეს კი ვიგრძენი, რომ ჩემი გამოჩენა არ იყო მოულოდნელი. ანუ მელოდებოდნენ. ეს დაგეგმილი იყო ყველაფერი, ეს მანქანის გაჩერება, ჩემი შეყვანა, ესე შემთხვევით გამლელი არ ვიყავი. ასეთ ის გამოვიტანე მე დასკვნა. რომ მივედი მომიახლოვდა ერთი რაღაც ენაზე და მე ლაპარაკე, ერთმანეთში ლაპარაკობდა, მე ვერ გავიგე რა თქმა უნდა. და მე ისე მოხდა რომ აი იმ საუბარს რასაც ამბობდნენ და მე რასაც მეუბნეოდნენ, მე ამას გონებაში ქართულად ვიგებდი. მითხრა რომ ჩვენ გელოდებოდით, ვიცოდით, როდის უნდა მოსულიყავი, ჩვენი შეხვედრა არ არის ეს შემთხვევითი და ბავშვობიდან იცოდნენ ჩემი თელი წარსული და ბავშვობიდან მიცნობდნენ. ეხლა რა ხდება, რომ საუბრობთ, ამ დროს ერთ-ერთის რომელიც მესაუბრება აქ მოწყობილობა რო აქვს რაღაცა, იმაზე ინთება ნატურა რაღაცა ხმოვანი სიგნალი და ტოვებს და მიდის ამ სიგნალზე და რო წავიდა, ახლა მე ინსტინქტიურად გავაყოლე თვალი ასე და რომ მივიხედე, ჩვენგან ასე 40-50 მეტრში დგას ეს მრგვალი თეფშის მაგვარი ხომალდი ფეხებზე, მაშინ შევამჩნიე, მანამდე არ მქონდა დანახული. საკმაოდ დიდი დიამეტრის და მიუხედავად იმისა, რომ იქ ფერდობი ადგილია, ისე დგას ეს ფეხები გახსნილი, რომ ეს სწორად დგას. ანუ ისე იხსნება ფეხები, რომ იმის ფერდობი და სწორი ადგილი პრობლემა არ არის. შედის ამ ხომალდში, ეს კიბეა, ტრაპივით, როგორც ფირნავის კიბე, შედის ხომალდში, ძალიან მალე გამოდის და ამათ ეუბნება რაღაცას უკვე მე ვერ გავიგე რა ეუბნება ერთმანეთში ლაპარაკობენ და ამით ის მივხვდი, რომ რაღაც ინფორმაცია მიიღეს ვიღაცისგან საიდანღაც და წასვლის დროა უკვე. ამათ დაიწყეს ალაგება, რაღაც დრო მოვიდა ეთყობა. ჩვენ კიდე შევხვდებით, ჩვენ კიდე მოვალთ. აი იყო კი რა მოსაზრება ეს ხო არ არის მასიური ფსიქოზის მომენტი, მაგრამ აი რო დავიწყეთ კვლევა ამ ხალხის, რომლებმაც ნახეს, დეტალები იყო ისე აღწერილი სხვადასხვა თან სხვადასხვა რეგიონში. ანუ ვთქვით რომ ექსპერიმენტი ყოფილიყო სუფთა და აი ფსიქოზს არ გავდა. ამოუცნობი მფრინავი ობიექტი რუსთავში პირველად ცაზე მოკაშკაშე ბურთი, რომელიც როდადრო სხივებს უშვებდა ბავშვებმა შეამჩნიეს. მოგვიანებით კი ვიდეოკამერით ობიექტები გიორგი ჭეიშვილმა დააფიქსირა. ფირზე 6 მანათობელი ბურთია გადაღებული, ამოუცნობი ობიექტები რუსთავის თავზე მხოლოდ ფირფრინავის მიახლოებისას გაუჩინარდნენ. ჭეიშვილმა გადაღებული მასალა უკვე მიყიდა უცხოელებს, რამდენად შეეფერება სიმართლეს ამოუცნობი ობიექტების რუსთავის თავზე გამოჩენა, ამაზე მსჯელობა ჩვენ მხოლოდ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოსურათებით შეგვიძლია. Akhir apera na tshebe so Ara shevida
წახალი კარგად ჩუმ. როგორც ეს ადამიანები როცა აქტიური კონტაქტის დროს მოწვევიან ყველანაირად, მათ შორის ფსიქოლოგიურადაც და ყველანაირად. ანუ აქ არ არის საუბარი, რომ ის რაღაც ნორმას გადახრები ადამიანები არ არიან. აქ არ არის საუბარი ის, რომ არ იყო მოსაზრება ესეთი, რომ მარტო ბავშვები ბავშვები ან ხედავენ უფრო ადვილად ან ცხოველები, არა. ნებისმიერი ასაკის მქონე ადამიანი, ნებისმიერი სოციალური მდგომარეობის, ნებისმიერი განათლების დონის ადამიანი ხედავს უბრალოდ რაც უფრო მეტად ადამიანი დახუნძული რეგალიებით, ესე თქვა და რაღაც სახელი და რაღაც ის ცდილობს რომ მიაჩუმას ხოლმე და არ აბარაკოს ამ თემაზე. უფოლოგია მიიჩნევს, რომ არამიწიერი ცივილიზაციებისთვის კაცობრიობა დიდი კატაკლიზმების დროს ხდება განსაკუთრებით საინტერესო. ქართველი უფოლოგები ამტკიცებენ, რომ პარანორმალური მოვლენების ინტენსივობა გასული საუკუნის 90-იან წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ხსნიან ისეთი სოციალურ-პოლიტიკური მეტამორფოზებით, როგორიც იყო საბჭოთა კავშირის რღვევა და საზოგადოებრივი ფორმაციის ფუნდამენტური ცვლილება. იმ პერიოდში საქართველოს უფოლოგთა ასოციაციაში დღეში დაახლოებით 10-15 შეტყობინება შედიოდა. ადამიანები ხედავდნენ მფრინავ თევზებს, უცნაურ ნათებებს, ობიექტებს, რომლებიც ფერს და ფორმას იცვლიდნენ და ასე შემდეგ. მაგალითად, 1987 წელს კახეთში დაინახეს თუ როგორ გადაუფრინა ამ უცნობმა ობიექტმა მარიამ ჯვარის ნაკრძალს და ტყის მთელი მასივი გაანადგურა. ასლოვანი მუხები ასანთის ღერებივით იყო დამწვარი. ფაქტია, რომ ჩვენ არ ვართ მარტო ამ სამყაროში. და თუ მეც შევიმეცნებთ დაუშვათ იმ მოსული არსებებისგან თუ იმ არსებებისგან, რომლებსაც უნდათ რაღაც ცოდნა გადმოგცენ, მე მგონი აჯობებს და თუ მეც გამოვიყენებთ. და ფაქტი ისაა, რომ მთელი ისტორიის განმავლობაში ჩვენ ვიღებდით ამ დახმარებას, ამ განვითარებას, არა მიწიერი, არა ჩვენ გარშემო, არამედ ამ რაღაც სხვა უფრო მეტად განვითარებული თუ სხვა ფუნქციის მატარებელი რაღაც სამყაროებიდან. ოხას ძალიან აი კომუნისტების დროს და მე დაბრმავებულები ვართ. არ გვინდა ჩვენ გარემოსგან ამ ცოდნის აღება. და იმიტომაც ნელ-ნელა დეგრადირდებით. და კარგავთ ცოდნას და უფრო ნაკლები გვაქვს ცოდნა დღეს, ვიდრე ქონდა ჩვენს დასაბამში. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაცია ცალსახად არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, არსებობს თუ არა უცხო პლანეტური ცივილიზაციები. არქივი ორ ნაწილად იყოფა. პირველის მიხედვით დასტურდება უცხო პლანეტელების არსებობა, მეორე კი უბრალოდ ხსნის ფაქტებს, როგორც ტყუილს, გამონაგონს და მისტიფიკაციას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე განმარტებებით უფოლოგია ცრუ მეცნიერების რიგს მიეკუთვნება, დედამიწელები უცხო პლანეტელი სტუმრების კვალიზიებას ჯიუტად მაინც განაგრძობენ. მომდევნო გადაცემაში თქვენ ნახავთ. საიდუმლო ობიექტი, სადაც ატომურ ბომბს ქმნიდნენ და ტექტონიკური იარაღზე მუშაობდნენ. აკონტროლებს თუ არა რუსეთი ეშერას ლაბორატორიიდან ევროპის ნახევარს, აფრიკას და ახლო აღმოსავლეთს. ხელში ჩაგვივარდა გარკვეული ინფორმაცია ეშერასთან დაკავშირებით. ეს ეხებოდა ამ შემთხვევაში ტექტონიკური იარაღის საკითხებს, რომელიც ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ყველას რეგიონში. რა საიდუმლოს ინახავს სინოპის და აგუძერას ლაბორატორიები და არსებობს თუ არა დღემდე საფრთხეები? ისე იქცეოდნენ რუსები, რომ სულ არ ცოდნოდა და არ გონებოდა რაშია საქმე, ყურადღებას მიაქცევდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებული ისტერიულობით იცავდნენ ეშერის ტერიტორიას. ასევე თქვენ ნახავთ, რას ქმნიდა ჰიტლერის პირადი მრჩეველი აფხაზეთის ლაბორატორიაში. ეს გადაცემა გრიფით საიდუმლო იყო, შევხვდებით სამშაბათს მომდევნო ეპიზოდში. მანამდე ეკრანზე მითითებულ მისამართზე გამოგვიგზავნეთ თემები, რომელიც შესაძლოა ჩვენი გადაცემისთვის მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდეს. ასე რომ, ნახვამდის.